Kas ebo შენ მოლოდინებს გადააჭარბა თუ? გადააჭარბა. გადააჭარბა ხა? კი. მოკლედ ვიმყოფებით ლიკანში, ამ ხის კოტეჯში, რომელიც არის დაცულ ტერიტორიებში. დაცულ ტერიტორიების სააგენტოს მიერ აშენებული. ძალიან ლამაზი კოტეჯი მაგარ ადგილზე, იქით მოწესრიგებული საფირფარეშო, პატარა ფანჩატური, ძალიან ლამაზი. ბესედკა. ფანჩატური ფერმას. ბესედკა ეს არის რუსული და გადმონაშთია, რომელსაც სამწუხაროდ კიდევ და კიდევ ვერ გავაგდეთ და ვერ მოვუშვებით თორემ. ძალიან კარგი გარემო, სიწყნარე, სიმშვიდე რაც თავარია, ხმაური არ არის, ერთადერთი რაც ხმაური. მარტო ვართ. ხო, და გაგვიმართლა ძალიან, მაგრამ რომ მარტოები ვართ, ჩვენს გარდა ახლა ამ ტერიტორიაზე არავის არ იმყოფება, იმიტომ რომ ეს კოტეჯი დგას სხვა ადგილ სამანქანო გზაზე დგას გზის პირას, ანუ აქ იშვიათად თუ ვინმე გაივლის. ესეც რეინჯერები თუ სადმე მიდიან რამე საქმეთრო. დანარჩენი სალაშქრო ბილიკი უფრო მეტად იქითაა და პანორამული ხედები იქითაა და ამიტომ ტურისტები იქიდან დადიან ხოლმე. დაგვიღამდა ასე თქვათ შემოვიკეტეთ სახლში ცოტა იყო პატარა ტურების კივილი ვერ მოვასწარეთ ვერც ვიდეოს გადაღება ვერც ვერაფერი ისე გაიფანტნენ ჩვენ ისე შეეშინათ გონი რომ აღარც მოგენ ამაღა კარგი გამოვიდა პირველი დღე დასასრულისკენ მიდის უკვე და კმაყოფილები ვართ მეც და თავარი დემეტრია კმაყოფილი ჩვენი საუზმის დროც მოვიდა. მოდა. ნუ სანამ კამერებს ვაყენებდი დემეტრეს ბევრჯერ წასვლია სულ ითმეს ისეში. დამშეულია რაკას. ტყეში სუთა ჰაერი მოშივდა კაც. ხო? შეჭამე აი. ხო. ჩვენი საუზმე დიდად ვერ გაიკვეხნის მრავალფეროვნებით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გადავყარეთ, ბევრი გაგვიხვიჭდა წუხედ არ მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ თავარია რაც არის, გემრიელად მიიწვევს დემეტრე. ხო დემე. სუფთა ჰაერზე გადავწყვიტეთ საუზმე, აგე ჩვენი პანჩატური დგას კოტეჯის წინ, ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და საკმაოდ ტევადი აქ 2, 4, 6, 8 ადამიანი თავისუფლად გათავსდება. როგორც ჩანს 8 ადამიანზეა გათვლილი ეს კოტეჯიც და თავისი პანჩატურიც და ყველაფერი სავარაუდოდ, რომ შიგნითაც 8 საწოლია, ანუ 8 პერსონაჟია გათვლილი, როგორც ჩანს. დემეტრე ცოტა ხანია, ხო? შევიწავთ ა. აკნას შიადაც და ყველაფერი ძალიან მაყოფილები ვართ. წუხანელი ღამე ცოტა ცუდი იყო. ცუდი არ იყო, უბრალოდ მე ჩემი ძირსაგები გამისკდა. გასაბერი ლეიბი მქონდა მატრასზე. ღამე გამეღვიძა.
მტკიოდა ყველაფერი გვერდები სამწუხაროდ, და მიაქცია ყურადღება, წონას ვერ გაუძლოთ, რომ ვერ ვიტყვი, რომ გაიხანია დამოხსნა. რაღაცა შეერჭო როგორც ჩანს ხისაწოლზე და ჩაიფუშა. ვიწექი მთელი ღამე ფიცარზე. და დემეტრეს წამოხტომებს ვაკვირდებოდი, რომ არ შეშინებოდა ღამე, იმიტომ რაღაცები დარბოდნენ, დადიოდნენ. ხო და კიდე რაღაცა ფხაჭრი და გარედან. ხო, ეს ვითხები იყვნენ თუ თაგვიქნებოდა ალბათ სავარაუდოდ, რომელიც მთელი ღამე რაღაცას ჭამდა თუ ღრნიდა თუ რაღაცა შეუდა ვერ გავიგეთ. ნუ მთელი ღამე მუშაობაში იყო, აქტიურ პროცესში იყო. დილით ჩვენ გავიღვიძოთ იმან დაიძინა. ეხა იმას ვფიქრობ მოძებნოთ და გავაღვიძოთ, ეხა ჩვენ არ მოვასვენოთ. მუსიკები ჩავუხდით. როგორია აბა ეს უძილობა მთელი ღამე რო არ დაგვასვენა. კარგი იყო, ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი უკვე, რომელი საათია 11:09. ცოტა ხანში არა, მაგრამ დავუძრებით ალბათ მალე. ხო? ხო, ცოტა ხანია. ხო, რა, ნახოთ. რა გვიჩქარება? წინ კიდევ რამდენიმე გაჩერება გველის? მინიმუმ 10. 10. ეს უცებ რა დაითხოვა. რა. კარგია, ბო, ნახოთ რა იქნება წინ. დემე რა სიტყვია, ბა მარტივი იყო ცეცხლის ანთება? კი. დემეს პირველი ანთებული ცეცხლი თავისით. ცოტა მე დავეხმარე, όμως აუხსენი უბრალოდ. დანარჩენი დემემ გააკეთა. ხო დემე? სრულდება ჩვენი ლაშქრობა, მივდივართ უკვე ლიკანისკენ. აბა რა სიტყვია? კაი იყო 10-დან 20. 10-დან 20? მოდი ის მითხარი რა მოგეწონა ყველაზე მეტად ამ ორდღიანი ლაშქრობიდან. კარგი ხედები იყო, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე. რა სიტყვა კიდე წამოხვიდოდი? არა. კი, არა. ბუნებრივი პასუხი გამოგიქცა რატომღაცა? ასე მგონია. რა თქმა უნდა. კარგი იყო მართლაც. ოღონდ ამჯერად სხვაგან წავდით. კი ბატონო. შემდეგი ლაშქრობა დავგეგმოთ რაც შეიძლება მალე. დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი ლაშქრობაც და ჩვენი პატარა თავგადასავალი, ხო? შემდეგ ისევე. მომავალ შეხვედრამდე. აბა დროებით.